ქალბატონია ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ამ კომისიას გამოუჩნდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თქვენი კომისია და თქვენ შეგადარათ საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის მოადგილეს, ხო 33-39 წლებში ყველაზე დიდ რეპრესიებს ვინც ატარებდა. რას უპასუხებთ ყოფილ პრეზიდენტს? აი სალომე ზურაბიშვილს არც არაფერს არ ვუპასუხებ, იმიტომ რომ მან დაიწყო საქართველოში პოლიტიკური კარიერა როგორც სალომე ზურაბიშვილმა და დაამთავრა როგორც არარაობამ ქალმა, რომელმაც ვერაფრით ვერ მოიშორა ღამურის სინდრომი, არ ვიცი ეს დიდებისთვის დაწერილი ლექსი თუ პოემა მისთვის ცნობილია თუ არა, წაკითხული თუ არა, შეუძლია გაეცნოს, რომ არც მიწისა, არც ცისა, არც ფრანგი, არც ქართველია, დღემდე ვერ გაიგო ვინ არის და ცხოვრობს ისე თითქოს დღეს იყოს 20-იანი ან 30-იანი წლები. დღეს არც 20-იანი წლებია, არც 30-იანი წლებია. დღეს არის 2025 წელი და რაც ყველაზე ტრაგიკულია ჩემთვის მასთან მიმართებაში, იმიტომ რომ რატომ უნდა მიხაროდეს მისი, ასე ვთქვათ, ესე განულება, არ მიხარია, მაგრამ ეს ტრაგიკული რეალობა, რომ მან ვერ გაითავისა და შეიცნო ქართველი. რეალურად ის როგორც ამპარტავანი, კოლონიზატორი, ასე გვიყურებს დღემდე. ეს ძალიან მძიმე საყურებელია. ჩვენ როცა ვართ ამ ქვეყნის შვილები, ხო, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვავს თავის სამშობლოს, ზოგი ამ ხარისხით, ზოგი იმ ხარისხით, მაგრამ ეს სამშობლო შენშია, ხო, ეს არ არის რაღაც სადღაც იქით დევს მაგიდაზე ან გარეთ არის ქუჩაში. ეს შენი ნაწილია. საქართველოს სალომე ზურაბიშვილის ნაწილი ვერ გახდა ვერაფრით, ანუ მას არც სულში და არც სხეულში საქართველო სულში ვერ ჩაიძვrina, ასე ვიტყოდი. შესაბამისად ის ვერ შედგა პოლიტიკოსად ჩვენს ქვეყანაში და განახორციელა არაერთი ნაბიჯი, რომელსაც მავნებლური საერთაშორისო პოლიტიკა შეიძლება დავარქვათ მისი მხრიდან, რომელიც წარმოებული იქნა საქართველოს წინააღმდეგ. ის რეალურად ჩაირეცხა და ამაში არის მხოლოდ მისი წვლილი, იმიტომ რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი ნდობა გამოუცხადა მას, თითოეულმა ჩვენგანმა რაღაცა პატარა მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში პოლიტიკოსად ჩამოყალიბებული იყო და კარიერა ჰქონოდა მას და ემართა ეს ქვეყანა ოცნების გუნდთან ერთად, მაგრამ არა შეჯდა მწყერი ხესა დაემართა მას.